კიდევ ვინ დაპატიჟა? ვის ვიცი. ვარწავა. ხერხულად ვიქნები. უცხო გარემოში, სადაც არავის იცნობს, შეიძლება სხვადასხვა ემოციებს განიცდიდან. ზოგჯერ უფრო კომფორტულად ხარ, ზოგჯერ კი წინასწარგელავ იმაზე, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენ სხვაზე, ან იმაზე, თუ რაზე უნდა ესაუბრო უცხო ადამიანს. თუ უცხო გარემოში მოხვედრაზე შენცაც ფიქრები გიტრიალებს, ეს 3 აისბრეიქერი გამოიყენე. პირველი, გადაიტანე ყურადღება სხვა ადამიანებზე. იმის ნაცვლად, რომ გაუჩერებლად შენს თავზე ილაპარაკო, დაუსვი მას კითხვები, მაგალითად მის ჰობებზე და ინტერესებზე. ადამიანებს უყვართ საკუთარ თავზე საუბარი. მეორე, ჩაერთე აქტივობებში. თუ ადამიანებთან საუბარი გიჭირს, მაშინ თამაშები და აქტივობები დაგეხმარება. ასე უფრო ბუნებრივად დაუახლოვდები მათ და უხერხულობაც ნელ-ნელა გაქრება. მესამე, საუბრის წამოსაწყობად დააკვირდი დეტალებს, მაგალითად ადამიანის ტანსაცმელს და აქსესუარებს. შეგიძლია კომპლიმენტი უთხრა, ან კითხო თუ სად შეიძინა ესა თუ ის ნივთი. თუ ამ სამრჩევის გამოყენებას დაიწყებ, მაშინ უცხო ადამიანებთან თავს ნაკლებად უხერხულად იგრძნო და შეიძლება ახალი მეგობრების გაიჩინო. და ისე შენ წახვიდოდი წვეულებაზე, სადაც არავის იცნობ. დაგვიწერე კომენტარებში.